ნაციონალური მოძრაობის პოზიციით და აზრით თქვენ არ იმსახურებთ იყოთ ესეთი კანდიდატი, ვინაიდან 2008 წლის ომის დროს თანამშრომლობდით, უпростоრად ომის შემდეგ თანამშრომლობდით იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც თბილისს ადანაშაულებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. რას უპასუხებთ ამ ბრალდებას და რამდენად შეიძლება მოქალაქეებისთვის იყოს ეს ისაფიქრალი, რომ რატომ უნდა იყოს ანადოლიძე უზენაის სასამართლოს წევრი? საღამომშვიდობისა. მოგახსენებთ, რომ როგორც ჩემს ბიოგრაფიაში არის მითითებული, რომელიც მე თვითონ მაქვს განთავსებული თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე, ვებგვერდზე, მე ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციაში მაქვს ნამუშევარი და 5-ში ან 6-ში, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, მათ შორის ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია სამართლიანობის ინიციატივა რუსეთთან დაკავშირებით. მე მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ჩეჩნეთში დაზარალებულ პირებსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გამოცდილების მქონე იურისტების დასაკავშირებლად. ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც შეიტანა ყველაზე მეტი სარჩელი ჩეჩნეთთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად გაასამართლა რუსეთის ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც, რომლის იურისტების მეშვეობითაც დადგინდა რა ტიპის მკვლელობები, გატაცებები და გაუჩინარებები მოხდა ჩეჩნეთში პირველი და მეორე ომის დროს. ანუ ეს მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ამ ორგანიზაციის კონტექსტი და ის, რომ ეს ამ ორგანიზაციის ამოსავალი მისია იყო და გრძელდება სწორედ რუსეთის გასამართლება და მართლმსაჯულების დადგენა რუსეთთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით ზოგიერთი პირის ადგილსამყოფელი აგვისტოს ომიდან უახლოეს პერიოდში, მე მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ვსწავლობდი, მივიღე შემოთავაზება ასეთი ცნობილი ორგანიზაციიდან Human Rights Watch-ი, რომელთანაც მე მანამდეც თანამშრომლობდი საქართველოდან, რომელიც არის აი ამ ჩემს მიერ ამ ორგანიზაციის მართლმსაჯულების ინიციატივის მეგობარი უფროსი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი დიდი ორგანიზაცია, რომ ჩავსულიყავი საქართველოს მემუშავა ერთ კონკრეტულ საკითხზე. ეს იყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ანუ ომის სამართლის წესების დარღვევა, კონკრეტულად კი იყენებდა თუ არა და გამოიყენა თუ არა რუსეთმა კასეტური ბომბები საქართველოში. ახლა მე მინდა ეს დავუკავშიროთ იმას, რომ აგვისტოში, როგორც კი დამთავრდა ომი საქართველოში, ორ კვირაში დაახლოებით საერთაშორისო მედიაში, მათ შორის Human Rights Watch-ის ვებგვერდზე გამოჩნდა მკვეთრი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთმა ნამდვილად გამოიყენა კასეტური ბომბები და ეს არის კონკრეტული ბომბა, კონკრეტული ტიპის იარაღი, რომლის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივად აკრძალულია. როგორც ამ ყველაფერს გზავნოს. თუმცა ორგანიზაცია, რომელთან თანამშრომლობაში თქვენ ნაციონალური მოძრაობა გადანაშაულებთ, ამ ორგანიზაციას მართლაც აქვს შეტანილი 20-მდე სარჩელი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ. მე ვფიქრობ თვითონ ესეც არ არის მთლად ფაქტობრივად მართალი, სამ შემთხვევაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს უკვე თვითონ ამ ორგანიზაციის ბიოგრაფიის საკითხია. მე როდესაც ამ ორგანიზაციაზე ვმუშაობდი, ეს არის საუბარი. ამ საქმეებთან შეხება არ ქონდა. არა, აქ საუბარია, რომ მე მქონდა ამ ორგანიზაციას ურთიერთობა მქონდა 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში. ამ ეტაპზე ამ ორგანიზაციას ჰქონდა და დღესაც ის აგრძელებს ეს მისია. ემუშავა რუსეთის მიერ კავკასიის მიდამოებში და თავიდან დაიწყო როგორც ჩრდილო კავკასიაში, სხვათა შორის ეს ასაგებია და უშუალოდ თქვენ თანამშრომლობას მოყვა ის შედეგი, რომ დამტკიცდა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა კასეტური ბომბები, აკრძალული იარაღი. აკრძალული იარაღი, სხვათა შორის ამისი ფოტომასალაც მაქვს, მე გადმოგიგზავნეთ, თუ არა და დღეს ეხება ტექნიკურად ვერ მოხდა, სიამოვნებით გამოვაქვეყნებ, იმიტომ რომ ნამდვილად საამაყო ნაწილად მიმაჩნია ჩემი ბიოგრაფიის.